გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. ეს არის გადაცემა ფიქრი ამოძრავებული მომავალია მოქმედების დროა. ეს ჩემი საავტორო გადაცემა ძალიან დიდი ხანია, რაც თქვენ წინაშე გამოვდივარ. ძირითადში მე ჩემი მოსაზრებებით, ანუ ვინმეს მონაწილეობის გარეშე, რადგან არის საკითხები, რომელზეც კამათია საჭირო, არის საკითხები, რომელიც დაიწურა მეცნიერთა კონგრესში და მისი მიწოდება მოსახლეობისათვის, ხალხისთვის საჭირო. მე ხელმძღვანელობ საორგანიზაციო ჯგუფს და ძალიან ძლიერი განწყობით ვემზადებით ჩვენ 8 თებერვლისთვის, როდესაც გელათში დავითობას ტრადიციული გელათს კონგრესი შედგება. ეს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო წლების წინ. ჩვენ ამ ტრადიციას ვაგრძელებთ და პირიქით გვაქვს იმის სურვილი, რომ გელათი მართლაც დიდი საერთაშორისო ფორუმების ცენტრად უნდა იქცეს, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელმა რომელ საუკუნეში შეძლო, რომ აეშენებინა ისეთი რამ, ისეთი გელათში შეექმნა ისეთი სამეცნიერო ცენტრი, რომელშიც დღეს 2000-მდე კაცი შეიძლება თავისუფლად კონფერენციაზე შევიდეს, ისაუბროს, განწყობა იყოს და ეს მართლაც უნიკალური ადგილია ყოველ მხრივ. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი ამას მოიტანს ყველაფერს, მაგრამ ეხლა ჩვენ 8 თებერვლისთვის ვემზადებით. 8 თებერვლამდე იქნება მნიშვნელოვანი მომენტი, რომ სადღაც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდება იმ პიროვნებათა სია, რომელთა შესახებაც ფიქრობს საზოგადოება, რომ კარგი იქნებოდა, რომ ასეთი ადამიანები ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ან იყვნენ ხელისუფლებაში. აქ პოლიტიკოსებზე არ არის საუბარი. ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნული თანხმობის პარლამენტზე, რომელშიც პოლიტიკოსები ნაკლებად იქნებიან ძირითადად პროფესიონალები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ამიტომ დავარქვით ჩვენ ამ მოძრაობას, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. იმიტომ რომ ყველა პოლიტიკური ძალა ფიქრობს თავის პარტიაზე, თავის პარტიის გავლენის გაძლიერებაზე, ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაში პროფესიონალთა მეცნიერული ხედვის, სისტემური ხედვის ადამიანების გავლენის გაძლიერებაზე. ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია საქართველოსთვის, იმიტომ რომ პარტიების დამახინჯებულმა ფორმამ, რომლითაც საქართველოში უკვე ძალიან დიდი ხანია ვცხოვრობთ, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყანას და არის პერიოდი დგება ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც გარკვეულწილად პარტიებმა გვერდზე უნდა გაიწვიონ და ეს პერიოდი დგას ახლა. ჩვენ იმიტომ არის, რომ ძალიან ბევრი ვინმე განაცხენდა ჩვენზე, მათ შორის ჩვენი ახლობლებით, ჩვენ ვამბობთ, რომ არ არის პარტიების დრო, პარტიებს გარეთ გაცილებით საინტერესო ხალხია ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ 3 წელია ამაზე ფიქრობს, 10 წელია რაც ეს დოკუმენტი შედგა და 3 წელია უკვე დაიწყო მეცნიერთა კონგრესმა ქართული ერთობის დარბაზთან ფონდ გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ამასთან ერთად დაიწყო მოძრაობა იმისთვის, რომ ხალხში შეგვესწავლა ვინ არის ან ის ადამიანები, რომელთა მიმართაც ხალხში არის პოზიტიური განწყობა. დღეს ხომ ხედავთ ძალიან კარგად, რომ პარტიებისადმი იმდენად ნეგატიურია განწყობა, რომ აი პარტიის წევრიო რომ გაიგებენ იმაზეც კი გადადის უკვე, თუნდაც ძალიან კარგი პიროვნება იყოს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან ბევრს ვთქვამ ჩემთვის, რომ რა კარგი იქნებოდა, რომ თქვენ პარტიაში არ იყოთ, რომ პარტია არ გქონდეთ და მე ძალიან დიდი ხანია, რაც როგორც იყვნენ შევაჩერე ჩემი საქმიანობა პარტიაში, შევაჩერე არა იმიტომ, რომ პარტიებს არა აქვს მომავალი, არის დრო ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც პარტიებმა გვერდით უნდა გაიწვიონ. ეროვნული თანხმობის პარლამენტი ეს არის მინიმუმ 2, მაქსიმუმ 4 წლით, როდესაც ქვეყანა უნდა დაინახოს რა პოტენციალი გააჩნია, რისი გაკეთება შეიძლება და დაინახოს არენაზე გამოსული პროფესიონალები. დღეს ამ საუბარს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ახლა ბევრი ჩემგან ელოდება, რომ მე ვისაუბრო იმაზე, რაც გუშინ ამერიკაში მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ არ არის გადამწყვეტი ჩემთვის. გუშინდელმა ინაუგურაციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები. საქართველო არასდროს ყოფილა ჩაკეტილი ქვეყანა, ყოველთვის ცივილიზაციის სათავეებთან იდგა, სათავეებიდან მოდის და ჩვენ რეალურად თურაშაულის პატრონის მქონენი ვართ და ტყეში პანტისაძებლად არ უნდა გავიდეთ. ყოველთვის იყო
დაახლოებით ვისაც ახლა რომ შემოხვალთ მეცნიერთა კონგრესის ოფისის ერთი ოთახი გვაქვს სულ მის თავზე არის წარწერა ასეთი საქართველოს გარედან მართული ხელისუფლების გარეშე ვისაც კი აი 20 წლის განმავლობაში ოდესმე ქონდა საშუალება შეხება ჩვენთან შემოსულა ჩვენს ოფისში სხვადასხვა ადგილებში ქონდა ჩვენ ის ყველგან იცი რომ აი სწორედ ეს 20 წლის წინ უფრო ადრე კიდე დაწერილია ეს ყველაფერი დაახლოებით 2004 წელში და მე ადრეც როდესაც ვიყავი გუბერნატორი მაშინაც კი გამოდიოდი და ხელისუფლებას ვეუბნებოდი რომ თქვენ ძალიან მართულები ხართ გარედან მაშინ რა თქმა უნდა მართულები იყვნენ მაგრამ არა იმ დოზით სააკაშვილმა ეს რაღაც განსაკუთრებულ იმაში აიყვანა ასეთივე განწყობით დაიწყო ბიძინავანიშვილმა და ესე იგი დღეს ჩვენ იმ მოწოდებას რომელსაც ვამბობდით რომ საქართველოს გარედან მართული ხელისუფლების გარეშე ვამატებთ მეორეს საქართველოს გარედან მართული ხელისუფლების გარეშე და საქართველოს იმ ხელისუფლების გარეშე რომელიც არ არის დაპირისპირებული გარეძალებთან საქართველოს არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნების დაპირისპირების ქვეყანა 130 წელია და მეტი მაგრამ ყველაზე მძიმე არის როდესაც არის ხელისუფლება რომელიც გაუგებარ მიზეზთა გამო უპირისპირდება იმ ესე იგი ყველაზე დემოკრატიულ ყველაზე ცივილიზებულ სამყაროს და უპირისპირდება გაუგებარი მიზეზების გამო ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ამ დაპირისპირების საფუძველი არის მარტივი რამ რომ ყველა ამბობს ამერიკა თუ ევროპა ფიქრობს იმით რომ 10 წელზე მეტი პარტია ხელისუფალი პირველი პირი არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი შევარდნაძესაც ასე დაუსვეს საკითხი სააკაშვილისაც ასე დაუსვეს საკითხი ბიძინავანიშვილისაც დაუსვეს საკითხი და უთხრეს რომ 12 წელია 13 წელია უკვე ხართ და ნუ ეხლა ჩავატაროთ ისეთი არჩევნები რომ ვისაც გინდა დაუჭირეთ მხარი მაგრამ თქვენ გაიწიეთ ცოტა გვერდზეო და აი მე ვხედავ იმას ერთ რამეს ყველაზე მძიმე რამეს ვამბობ ეხლა ბატონებო საქართველოში 30 წელია იმდენად კორუმპირებული ხელისუფლებებია რომ ამ კორუმპირებულ ხელისუფლებებს არ აწყობთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ან თუ გაწავლენ ხელისუფლებიდან გარანტია უნდა კონდეს რომელიმე სახელმწიფოსი არ იქნება გამოკვლეული და არ იქნება ესე იგი გამოძიებული და შესწავლილი ის კორუფცია რომელიც ამათ თუ იმ ხელისუფლების დროს იყო ეხლა ვინმე იტყვის კი მაგრამ აი ასე შევარდნაძეს მიცეს გარანტია რომ წადი გადადექი და სააკაშვილი მოვა და არ შეისწავლის ძველ სააკაშვილს მიცეს გარანტია რომ შენ წადი და ესე იგი რომ მოვა თქვათ ივანიშვილი ისინი არ შეისწავლიან არ მოხდა არაფრის შესწავლა რეალურად ჩვენ ბოლოში ვიტყვით იმას რომ რის გარეშე ვერ წავა ქვეყანა წინ აი რაც დაამუხრუჭეს ევროპამ ამერიკამ დაამუხრუჭეს ძალიან ბევრმა ქვეყანამ მათ შორის რუსეთმა არც მას აწყობდა არავის არ აწყობდა რომ ისინი გამორკვეული იყო ქვეყანაში იმიტომ რომ მეტნაკლებად ყველას ჰქონდა კავშირი აი ამ უკაცრავად მაგრამ ლიტერატურულად ვიტყვით თუმცა მძიმე სიტყვა სიბინძურეებთან პოლიტიკურ თუ ფინანსურ სიბინძურეებთან რომლითაც 30 წელია საქართველოს მოდის ძალიან ცოტა ვინმე გადაურჩა პოლიტიკოსი და ხელისუფლების წარმომადგენელი ამას ვინც გადაურჩა იმათ მიმართ მძიმე დამოკიდებულება მაგრამ ვინც ვერ გადაურჩა ისინი პარფაშობენ აი ამიტომ აი აქ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი რამ კვანძი გასახსნელი როცა გორდიასის კვანძი არ იხსნება იგი უნდა გაიჩეხოს მაგრამ გაჩეხვა უნდა მოხდეს არა ქუჩის რევოლუციით არამედ ინტელექტუალური რევოლუციით გუშინ ნახეთ თქვენ ასეთივე ღირსების რევოლუცია დაანონსა პრაქტიკულად ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა გუშინ თავის გამოსვლის დროს და პირდაპირ ნუ ესე იგი რევოლუცია ოღონდ არა ქუჩის არამედ რომელიც დაკავშირებული იქნება ღირსებასთან და უამრავი რამ მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ გვექნება ამ ერთი კვირის განმავლობაში ვკრიბავთ იმ გუნდს რომელიც აი სადღაც 7-8 კაცი მიიღებს მონაწილეობას ჩვენ ავიღებთ გუშინდელ ტრამპის მოხსენებას და არა იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ეს არა ეს არის ძალიან ცნობილი მეცნიერული ჯგუფების მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრება თეზები რომელთა შესახებაც ისაუბრა ტრამპმა და ჩვენ ვაჩვენებთ აი ამ დოკუმენტებში კიდე კარგი რო გამოშვებულია რომ რამდენი ხანია ჩვენ იგივეს ვეუბნებით ხელისუფლებას და ძალიან ბევრი პრაქტიკული ნაბიჯიც
გადაიდგა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა იმ გამოკვეთილ რამეს, რომ ჩვენ ვემზადებით გელათის კონგრესისთვის, ამ თვის ბოლოს გამოქვეყნდება სია იმ ადამიანებისა, რომელიც მაღალ პროფესიონალები არიან და რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კეთილი განწყობაა. პირველი სადაც მოხდება ჩასვლა, ეს იქნება ილია ჭავჭავაძის საბურამოში, ილია ჭავჭავაძის გაეზოგარემოში. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის და გელათში თქვა ეს, რომ ქვეყანას სჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად, შეუბღალავად და დაუმონებლად. უნიკალური გამოთქმა იმ პერიოდში ეს მაშინ მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობას ეხებოდა და არა მარტო და აი ახლა დღეს ეს საკითხი უფრო სხვა მასშტაბშია გადასული, როდესაც აი მაშინ არ არსებობდნენ ისეთ პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიმართაც ეს უნდა თქმულიყო, მაშინ დაპირისპირება იყო რელიგიასა და მეცნიერებას შორის. დღეს დაპირისპირება არის პოლიტიკურ პარტიებს შორის. აი ის გამოთქმა, რომ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და ესე იგი ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს ძალაში რჩება და დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. აი ამიტომ იმის შემდგომ 8 თებერვალი იქნება. იმის შემდგომ გაწერილია მე აქ მაქვს ეს დოკუმენტი, რომელიც დაურიგდება ალბათ ჩვენ შევძლებთ დაგვეხმარებიან და შევძლებთ რომ ეს დოკუმენტები დაუბეჭდოთ, რომ სრულყოფილი კონფერენცია შედგეს. ამ დოკუმენტის სახელწოდება მეცნიერთა სისტემური ცვლილებების დროა, ძველი უნდა დასრულდეს და ახალი დაიწყოს. ეს კი შეუძლებელია ეროვნულ სახელმწიფოებრივი მოძრაობის გარეშე. გუშაგობთ საქართველოს, ეს არის დაახლოებით ჩვენ საუბრობთ სისტემური ცვლილებებზე, სწორედ ამიტომ სისტემური ცვლილებების ძალიან სერიოზული პროგრამა, რომელიც უკვე მიიღო კონგრესმა, რომელიც შედგა 200-მდე მეცნიერის მონაწილეობით დაახლოებით 15-20 დღის წინ და აი ეს დოკუმენტები ყველაფერი იმას და რას ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი, რას ნიშნავს ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, ყველაფერი გამოქვეყნებული იქნება და ყველაფერი დარიგდება და ამის შემდგომ ჩვენ ალბათ მეცნიერებათა აკადემიას ვიახლებით, ეს მეცნიერთა კონგრესის ეს განწყობა იქნება, საპატრიარქოს ყველას პარტიებს სადაც იქნება და ჩვენ პრაქტიკულად სარეფერენდუმოდ მომამზადებთ იმას, რომელიც დაკავშირებულია, ვთქვათ, აი სამწუხაროდ რეფერენდუმის კანონი ძალიან დამძიმებულია, ცუდია, მაგრამ აი აქ იმის მიხედვით არის გაწერილი ჩვენი მთავარი საყრდენები და ამოცანები რა არის, რა უნდა გაგრძელდეს, რა უნდა როგორი უნდა იყოს ეს მის მიხედვით არის ჩამოყალიბებული უკვე, როგორც იტყვიან, თარიღების მიხედვით და ბოლოში არის ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მიღებული იქნა პირველი საწყისი დოკუმენტად აღებულია მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო, ერთიანი ქვეყანა და გაერთიანებული სახელმწიფო, აი რომელიც როგორც ხშირად ვამბობ ჩვენ ამას, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უფრო ეროვნული ეზო საქართველოში. მე არ ვიცი, ვიდრე მერაბ ბერძენიშვილის ეზოა, დღესაც რომ შეხვიდეთ ამ ეზოში, რომ არა ქართველი რომ შევიდეს ქართული განწყობით გამოვა, ასეთი დიდი ეზოა ქვეყანაში. და იქ სწორედ ამ ეზოში შეიქმნა ეს დოკუმენტი, მოქმედების მანიფესტი, ერთი სამშობლო, ერთიანი გაერთიანებული სახელმწიფო და ხელის მოწერა შედგა რეზო ჩხეიძის სახლში და ვინ მოაწერა ხელი? ანზორ ერქომაიშვილმა, არნოლდ გეგეჭკორმა, გივი თოიძემ, ომარ მხეიძემ, რომან რურუამ, ტარიელ ხარხელაურმა, ნუ ნახეთ თქვენ როგორი თემურ გუგუშვილმა, ესე იგი თვით მერაბ ბერძენიშვილის, გიგა ბათიაშვილის ეს დიდი სახელმწიფო მოღვაწეები და შემდგომ თეატრში შედგა აი ამ დოკუმენტის ესე იგი რუსთაველის თეატრში შედგა ძალიან დიდი ფორუმი და ასეთივე ფორუმები შედგა ბავთუმში, ქუთაისში, გორში, კახეთში, სხვაგან, სადაც აი სწორედ განხილული იქნა ეს დოკუმენტი, რომლის თაობაზეც გვახსენებთ მოქმედების მანიფესტი და უამრავი ადამიანი შეუერთდა ამ დოკუმენტს. ეს არის საფუძველი დოკუმენტი, რომლის შემდგომ მოკლედ წამოვიდა ძალიან ბევრი რამ და აი ის პროგრამები, რომელიც მიღებულია წიგნებად თუ ბროშურებადაა გამოსული, ჩვენ ყველაფერი ესენი ხელისუფლებაში პატიოსნად წესიერად მიტანილი გვაქვს თავის დროზე, როგორც კი გამოვიდა თავის წერილებით, ჩვენ ყველაფერი ამას ნელ-ნელა ეს ალბათ ეს ისტორია დაიწერება, გამოვა რომ საზოგადოება მიცოდეს, რომ იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც ურაზე კი არ იყო, ახლა მე ვხედავ ძალიან ბევრი პიროვნების გამოსვლას, მათ შორის
ვიცნობ ძალიან კარგად და აი უბრალოდ მიჭირს მათთან ურთიერთობა, თუნდაც პირდაპირ ეთერში რომ დავიდეთ, იმიტომ რომ ილანძღებიან, იგინებიან, ლაპარაკობენ ისეთი აი თითქოს თვითონ არიან ესე იგი ჭეშმარიტება და როცა ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ არის ჭეშმარიტება, როგორი ტონით ელაპარაკებიან საზოგადოებას, ხალხს, ეს წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მეცნიერული კვლევის შედეგები და ეს არის თქვათ მეცნიერთა ძალიან სერიოზული გუნდის და ძალიან დიდი დროის 10-15 წელია რომ მუშაობენ ამაზე, მიუხედავად ამისა, მაინც ჩვენ ადამიანები ეს უნდა იყოს დარბაისლური, აკადემიური, ადამიანური საუბარი, ქართული საუბარი, ყოველგვარი ერთმანეთის დამცირების გარეშე. როცა საუბარი არის იმაზე, რომ თუ კი შემორჩა მოაზროვნე ადამიანი ქვეყანაში, ესე იგი შენ თვლის შენ თავს მოაზროვნე ადამიანად და სხვაზე ფიქრობ თუ კიდე შემორჩა. ნუ როგორ გაგიჭირდება ამ ადამიანთან ურთიერთობა? მიუხედავად იმის, რომ ასეთი ხალხი მოწონთ საზოგადოებაში ტაშს უკრავენ, გუშინ ჩვენ აქ შეკრება გქონდა და ძალიან ბევრზე ითქვა და გული დამწყდა იმაზე, რომ მოაზროვნე ადამიანებსაც კი მოწონთ, იცით როგორი, რომ აი ვთქვათ, ერთ ნაწილს მოწონს, ვინც ხელისუფლებას არ ტყამს, მეორე ნაწილს ამ მოწონს, ვინც ხელისუფლებას იცავს. ერთიც და მეორეც არის ტრაგედია. ვისაც თქვენ მოგწონთ რომელიმეს, აი გუშინაც იყვნენ ადამიანები აქ, ვისაც თქვენ მოგწონთ, რომ აი ვინც ამ ხელისუფლებას არ ტყამს, ის არის კარგი, თქვენ არ გინდათ საქართველოსთვის კარგი, ისევ დაპირისპირების გზით მიდიხართ. ვისაც თქვენ მოგწონთ ეს ხელისუფლება და მოგწონთ ბიძინა ავანიშვილი და მასთან აკავშირებ თელს იმედებს, თქვენ საქართველოს არ გინდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საქართველოს განუდექით. ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, მე ვემზადები ძალიან სერიოზული იმისთვის და შეიძლება სულ ყველაფერი მივატოვო და თქვა არღივს, როდესაც ასეთ ადამიანებს ასეთი აზრი აქვთ, რომ ესე იგი შეურაცხყოფად არ თვლიან იმას, რომ ერთმა კაცმა ჯიბეში ჩაიდო მთელი ქვეყანა და რეალურად აი ესე იგი ამ ადამიანის მიმართ კეთილი მე ვამბობ იმას, რომ დავით აღმაშენებელი რომ ადგეს ამას როგორ იკადრებს, მაგრამ რომ ადგეს და ესე იგი ამის ნახევარი გააკეთოს, არ უნდა ესე იგი უარი უნდა უთხრათ. ანუ ამ დროს აი ხედავთ თქვენ როგორი სიტუაცია ჩამოყალიბდა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან სერიოზულად მე ვამბობ იმას, რომ ვისაც საშუალება ექნება, ყველა უნდა შევიკრიბოთ, ყველა კუთხე-კუნჭულიდან უნდა შევიკრიბოთ გელაჩი. ეს არ არის რომელიმე რგოლის შეხვედრა, ეს არის მეცნიერების მიერ წინადადებების წარდგენა ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და ეს არ არის პარტიული შეკრება, ეს არ არის პარტიის მხარდაჭერის პროგრამა. დამწვარა ყველა პარტიებმა დაანგრიეს და დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომ ჩვენი პოზიცია არის, რომ პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ზნეობრივ ადამიანებში პარტიების მიუღებლობა. ჩვენი ამოცანაა, რომ კანონმდებლობა იყოს ქვეყანაში ისეთი, რომ პარტიებს კი არ წევდეს წინ, არამედ ზნეობრივ ადამიანებს წევდეს წინ. აი მორალურ ავტორიტეტებს, ზნეობრივ ავტორიტეტებს წევდეს წინ. ზნეობრივი და მორალური ავტორიტეტების განადგურების 30 წელი იყო ქვეყანაში და გრძელდება ეს ყველაფერი და ფულმა აიღო სიმაღლე. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში და ესაა საქართველოს მომავალი. ჩვენ ვცხოვრობთ ფულის უფლების ქვეყანაში. და ჩვენ რეალურად თუ ძალიან სერიოზული დასკვნები არ გავაკეთეთ 21 საუკუნის ფეოდალიზმს მივიღებთ, სადაც რომელიც იქნება სავსე მდიდარი მონებით. მდიდარი მონა ყველაზე საშიშია მდიდარი მონა, იმიტომ რომ ღარიბს იმას ვისაც არაფერი ქონდა, მას დასაკარგი არაფერი ქონდა და ამიტომ ესე იგი მიდიოდა ძალიან ძლიერი ემოცია და ამას დასაკარგი აქვს მილიონები და ვინ არის ახლა პიროვნება, რომელიც მე ვსაუბრობ იმ ხალხთან, რომლებიც დღეს უჭერენ, ანადრე უჭერდნენ ხალხს სააკაშვილს, ახლა უჭერენ ხარს ბიძინა ავანიშვილს და ვსაუბრობ და მე ვნა რა ვქნა, რო ეს არ გავაკეთო, დავიღუპები. ესე იგი, ჩემზე მეტი მძიმე განწყობა ქონდა სააკაშვილის მიმართ, ჩემზე მეტი მძიმე განწყობა აქვს ბიძინა ავანიშვილის მიმართ, მაგრამ თავისი მილიონი ხო არ შეიძლება დაღუპოს. და მე ვეუბნები რა შენი მილიონი უფრო დიდია თუ საქართველო, რომელი უფრო დიდია, რა ვქნაო, მაშინო თქვენო გააკეთოთ, ან ჩვენ უნდა გავაკეთოთ თურმე და იმისი რომ თუნდაც მე რო ვაკვირდები ამ ადამიანებს, ერთი თეთრის გაღებაც კი არ უნდა, იმაზე რომ გითხრან რომ ან მანქანას გათხოვებთ რომ მოძრაობთ, ან თქვათ რაღაც ერთი თეთრ ტელევიზიას როცა ამ ხელა ადამიანებმა, ასე თქვათ დიდმა ბუმბერაზმა ადამიანებმა, ბერა ბერძენიშვილი იდგა ტელევიზია ქართული სათავეებთან და ერთი თეთრით არა, ეს ძალიან სერიოზული ისტორიაში დარჩება ბროშურა, წიგნი დარჩება, რომელიც ძალიან სერიოზული საკითხავი იქნება 10, 20, 30, 100 წლის შემდგომ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ ძლიერად ქართული საზოგადოება იქნება და ეს ანალიზი, რომელიც მეცნიერებს აქვს და არის და ძალიან ბევრი რამ, რომელიც უკვე შექმნილია და შეიქმნება, ძალიან თვალნხილულს გახდის ყველაფერი იმას, როგორი ეპოქა იყო და რას ნიშნავდა მდიდარი მონა, რა უბედურებაა დღეს მდიდარი მონა. მდიდარი მონებით
არის სავსე დღეს პარლამენტი, მდიდარი მონებით არის სავსე ხელისუფლება, ასე იყო ძველ პერიოდებშიც, ასეა დღესაც, რაც დრო გადის უფრო მეტად და ჩვენ ვხვდებით მდიდარი მონების ქვეყანა, ანუ ეს იქნება 21 საუკუნის სრულიად სხვანაირი გაგებით ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც არ გვინდა. ფეოდალური სახელმწიფო, რომელიც იყო საქართველოს როგორც იმ პერიოდში, ის იყო პროგრესული. 21 საუკუნეში არ შეიძლება ფეოდალური სახელმწიფო იყოს პროგრესული. ის სასწაულად პროგრესული იყო იმ პერიოდში, როდესაც ჩვენთან ფეოდალიზმი იყო, მაგრამ დღეს წარმოუდგენელია ამასთან დაბრუნება, ამ განწყობაში ცხოვრება, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენ არავის არც ვეკამათებით, არავის არც ვებრძვით, არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მეცნიერების ამოცანაა, რომ ხალხის დაანახოს, როგორი პროგრამები შეიძლება იყოს და ამ პროგრამებში შევაერთოთ ხალხი, მიუხედავად მისი პარტიულობისა, მიუხედავად მისი, როგორც იტყვიან, სიმპათია, ანტიპათიისა და ვთქვათ, რომ კი ბატონო, მე შეიძლება ის მომწონს, მაგრამ ხელისუფლება მომწონს, მაგრამ ესეთი პროგრამა. ჩვენ როდესაც ვამბობდით გუშინ ერთ პიროვნებას, როცა დამთავრდა ტრამპის გამოსვლა და მეკითხებოდა რამდენიმე ხნის წინ მითხრა, რომ თქვენ რო ამბობთო, რომ გამოვიდესო ვინმეო და თქვასო რაღაც ისეთი პროგრამაა, ჩემ წინააღმდება იყო ასეთი, რომ დაანებეთ ამ პარტიებს თავი და დაანებეთ ამ პარტიებს ერთმანეთს წინააღმდეგ ბრძოლას თავი. გამოდით ვინმე და ვისაც შეგიძლიათ, ვინც ხარ დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ამ შემთხვევაში ვამბობდი კიდევაც, რომ ყველაზე მეტად შეუძლია ეს ბიძინე ავანიშვილს გამოვიდეს და თქვას, რომ აი მოვდივარ ამ პროგრამით. აი ესაა ჩვენი პროგრამა. შეგიძლიათ მაცადეთ ცოტა ხანს და აი ამას გავაკეთე, მაგრამ ავტორიტეტი დაკარგა მისმა ამ განწყობამ, რომ ერთხელ დაპირდა, ორჯერ, სამჯერ, 20ჯერ, 5ჯერ, მაგრამ მაინც იყო ამის მცდელობა აუცილებელი და ვეუბნებოდი, აი ტრამპის გამოსვლა გუშინდელი. აი რაქნა, ესე იგი რეალურად დააფიქრა თელი მსოფლიო და გამოიტანა ისეთი რამ, რომ დღეს გაგონება არ უნდა ამერიკაში არავის პარტიის, რომელიმე პარტია რო გამოვიდეს ამის წინააღმდეგი, ის პარტია შეიძლება ხალხმავე გაანადგუროს გარეთ. აი ამაზეა ლაპარაკი. ჩვენ დღესაც ვამბობთ, რომ მეცნიერთა კონგრესი დღესაც ფიქრობს იმას, რომ პარტიები ერთმანეთში ბრძოლა უნდა დასრულდეს და რომელი პარტიაც იტყვის იმას, რომ ჩვენ დღეს პარტიულ პრინციპს ტოვებთ უკან. ჩვენ ვეთანხმებით მეცნიერთა წინააღმდეგობას იმის თაობაზე, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი უნდა შეიდგას. აგერ არის პრინციპები, დავხვეწოთ კიდე, როგორ არის საჭირო და მოდით ვთქვათ, რომ აი ახლა ეს ნაბიჯია გადასადგმელი და გამოიტანოს ცელი პროგრამა და თქვას, აი პროგრამა, რომლითაც ყველაფერი იყოს დროშსა და სივრცეში გათვლილი, რომ თქვათ აი ამ 6 თვეში, 5 თვეში ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ 6 თვეში საქართველოს მოსახლეობის როგორც მინიმუმ 95% მოტივირებული შეიძლება გახდეს. ანუ საქართველოს მოსახლეობის 95%-ს ექნება უკვე იდეა, მიზანი, რატომ ცხოვრობს, რატომ მოვიდა, რატომ დგება დილით, რატომ იძინებს ღამე, რატომ იღებს ენერგიას, რატომ ჭამს, რატომ სვამს, რა აქვს გასაკეთებელი. აი ეს ექნება, ანუ ის იქნება მოტივირებული. მან იცის, რომ ვიღაცის გადმოგდებულ ფულზე კი არ იცხოვრებს, არამედ ის იცხოვრებს და ნიჭის, ეს არ იქნება ბრძოლა არსებობისათვის, ეს იქნება ბრძოლა საკუთარი თავის რეალიზაციისათვის. საქართველოს 30 წელია და საქართველოს მოსახლეობის 90% როგორც მინიმუმი ცხოვრობს არსებობისთვის, რომ საჭმლის პული მოიპოვოს და მაშინ როდესაც ქვეყანას სჭირდება რა? ქვეყანას სჭირდება ბრძოლა, თითოეული ადამიანის ბრძოლა მისი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის. ამას ქვია ინტელექტუალური რევოლუცია. ამიტომ ვამბობ ჩვენ იმას, რომ მაგრამ საფუძველი ამას რა ჭირდება? ქვეყანაში როგორი უნდა იყოს ხელისუფლება? ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში უნდა იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც შურისძიებით არ არის, ანუ შურისძიებით არ არის სავსე და ისეთ ხალხს უნდა ხელისუფლ პარტიას უნდა დაუჭიროს ხალხმა მხარე არჩევნების დროს, რომელიც შურისძიებით არ არის სავსე, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ გააჩნია. ამავე დროს ქვეყანა არ უნდა იყოს გარედან მართული, მაგრამ ქვეყანა ხელისუფლება და ქვეყანა არ უნდა იყოს დაპირისპირებული გარე ძალებთან. ეხლა ვინმე იტყვის და მეუბნებიან, აი გუშინაც ჟღერდა აქ ესეთი ნოტები, რომ აი ხო ხედავთ როგორი ეროვნული პოზიცია იყო. ეროვნული არ არის ევროპასთან დაპირისპირება. ეროვნული არ არის ამერიკასთან დაპირისპირება. ეროვნული არ არის არც რუსეთთან დაპირისპირება და არც რუსეთის ფეხქვეშ გაგება. ეროვნული არ არის ჩინეთთან იმ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეროვნული არ არის ირანთან ასეთი იმის გახსნა. ეროვნული არ არის ის, რომ ყველა ამ დიდ სახელმწიფოსთან, რომლებსაც ძალიან მძიმე რამეები ელოდება წინ ირანს ომის მდგომარეობაშია.
და არა მარტო თუ ჩინეთ ყველას ჩვენთან უვიზო რეჟიმი აქვს 160 ქვეყანას არ არის ეროვნული ბატონებო 160 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის გახსნა ჩვენ ეროვნულობა ცოტა სხვანაირად წარმოგვიდგენია როგორ რა ეროვნულობაზეა ლაპარაკი ესე იგი კორუფცია ქვეყანაში აპოგეას აღწევს ნარკომანიამ შეჭამა ახალგაზრდობამ განათლების სისტემა მოისპო სოფელი განადგურდა ჯართად იქცა სამუშაო ადგილები ადამიანები გადიან გარედან მოდიან ჩვენთან რომ ესე იგი რეალურად დაგვიპყრონ, აბა მეტი რა არის დაპყრობა? 1 მილიონი ადამიანია ქვეყნის გარედან შემოსული საქართველოში და 2 მილიონი ნახევარი ადამიანი გასულია ქვეყნის გარეთ, ხალხო. ეს რომელი ეროვნულობაზეა ლაპარაკი? უბრალოდ ხანდახან ამ ადამიანებს და ესენი ზოგიერთები პროფესორი, დოქტორი, გამოცდილი და ეროვნულ მოძრაობასთან დაკავშირებული ადამიანები მე ვეუბნები იმათ რომ ხალხო, ადამიანებო, დამარწმუნდეთ რა, ელემენტარულად დამარწმუნდეთ რა არის ეროვნულობა? ის ამ მდგომარეობაში რომ მოვედით, ეროვნულობა იყო, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეროვნულობა იყო, რასაც შევარნაძე აკეთებდა ეროვნულობა რაც დღეს კეთდება 12 წელია მეტი უკვე არა 13 წელია უკვე მე 14 წელი დაიწყო ხელისუფლებაში ხარ 13 წელი 18 წელი ამ არცად ევროპაში ხელისუფლებას არ აჩერებენ და ეუბნებიან წადი მოვასხვა მაგრამ კორუფციის შიში რომ აქვთ იმიტომ ვერ მიდიან ამ ხელისუფლებას გარანტიას აძლევდნენ მაგრამ რადგან წავიდა დაპირისპირებაზე არავით არის გარანტია ეხლა უკვე დაიწყო ომი გარეთ ძალებს არ უნდათ ეს ხელისუფლება ამ ხელისუფლებას ეს ხელისუფლება ატყუებს ხალხს იმით რომ ჩვენ დაუპირისპირდით ამერიკას დაუპირისპირდით ევროპას რომელი ჭკვად მყოფელი დღეს არ გინდა მეგობრობა გასაგებია არ გინდა მეგობრობა და ფეხქვეშ გაეგო ამერიკას გასაგებია არ გინდა მეგობრობა რომელიმე ქვეყანასთან გასაგებია მაგრამ დაპირისპირება ეს არის ეროვნული ხალხო რა ნუ არ ვიცი ნუ მაშინ მე სხვანაირად ვაზროვნებ, მე სხვანაირად ვხედავ, მე ასე ვერც კი წარმომიდგენია, ვინც იმას თვლის, რომ რამდენიმე გამოსვლაში ვთქვი და დღესაც გავიმეორებ. როდესაც ამერიკას და ევროპას ფეხქვეშ ეგებოდნენ, ჩემი გამოსვლები ძალიან ბევრი ხელისუფლებაში, ნუ მაშინ გუბერნატორი მე ვიყავი, ამბობდი რომ ზედმეტად აკეთებთ ამას, არ შეიძლება ეს. ანუ ფეხქვეშ მეგებოდნენ ამერიკას და ევროპას და ის ადამიანები რომლებიც დღეს მაშინ ევროპა ამერიკას ფეხქვეშ ეგებოდნენ დღეს იგინებიან ევროპა ამერიკის მიმართ წარმოუდგენლად მე ვეუბნები რომ ჩემი დრო როდის დგება ერთი რომ მაშინ გეუბნებოდით რომ ნუ ეგებით ფეხქვეშ ასე დღეს გეუბნებით რომ ნუ ლანძღავთ ეგრე არც ის ფეხქვეშ გაგება იყოს სწორი და არც ეს ლანძღვაა სწორი ეს არ არის დიპლომატია ეს არის თავის გადარჩენისთვის ბრძოლა ძალიან ბევრი ქვეყანა რომელსაც უნდა რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს ანუ ხელისუფლებას რომელსაც უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება ესე იგი ის ან ომს იწყებს ან უპირისპირდება რომელიმე ქვეყანას და ამით ახერხებს რომ აი გახსოვთ თქვენ როგორი იყო მაშინ აი რეალურად გამოგვყარეს საშინელი მდგომარეობა შეიქმნა აფხაზეთში და შევარნაძე მიიღო ყველაზე მეტი ხმა 95-96%. რატომ? მიიღო იმიტომ რომ აი რუსეთი გვებრძვის და ეხლა იგივე ხალხი ამ ხელისუფლებაზე ანუ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო გადაწყდა ის დღეს რუსეთთან ურთიერთობის კი არა რუსეთის ფეხქვეშ გაგების ირანის ფეხქვეშ გაგების ჩინეთის ფეხქვეშ გაგების ღმერთმა დამიფაროს რომ ამ განწყო ასე ვითამაშო ასე ვიყო ძალიან ბევრი გვარი დასახელდა გუშინ რომელთაც მე ვთვლი რომ ესე იგი ამერიკულ ორგანიზაციებში იყვნენ ამერიკას ხშირად რომ მქონია შეხვედრა და ვეუბნებოდი რომ მოდით ხალხო თოცა შეამცირეთ ეს ამერიკის ქებადიდება და მოდით ქართულს მივხედოთ ქართული არა ბატონო თემურ არ გამოვა ქართულია ხოლო ქართული ამერიკის გარეშე არ გამო დღეს ეს ხალხი ლანძღავს ამერიკას და თქვენ ბატონებო ძალიან ბევრი ამას უსმენენ თურმე გუშინ პროფესორების და დოქტორების ის მოვისმინი აგერ და ამბობდნენ იმ პიროვნებებზე კარგი ანუ რამდენ კაცი ყოფილა რუსი და რამდენი კაცი მალავდა თავის რუსობას მალავდა პოლიტიკოსობას თორე ხა რუსს კი არ ვებრძვი ამ შემთხვევაში მალავდა იმით რომ ამერიკას გაიძახდა მაშინ და დღეს რეალურად ესე იგი ლანძღავს ამერიკას ამბობს იმ რომ ევროპას ჩვენ ესე იგი უფრო ძვირი დაგვიჯდება ევროპა გაგანადგურებს ოიქ ვიყოთ რას გაგანადგურებს ვინ გაგანადგურებს რა ამერიკა გაგანადგურებს თუ შენი თავის ფასი იცი და თურაშაულის პატრონი ტყეში არეზე პანტას ვინ გაგანადგურებს ხალხო რას ლაპარაკობ
ელაპარაკოთ, მაგრამ ნუ რა უნდა გქნათ, ხალხი პინგ-პონგის მაყურებლის როლშია, იქეთ იყურება. გუშინის კაცი, რომელიც აქებდა ამერიკას, დღეს ლანძღავს ამერიკას და დღეს მაშინ ტაშს უკრავდით, იმიტომ რომ აქებდა ამერიკას, დღეს ტაშს უკრავთ იმის გამო, რომ ლანძღავს ამერიკას. მე არასდროს გარდა იმისა, რომ აზრი რომ ქართული მხოლოდ ქართული გზაა. ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ჩვენ მთელი მსოფლიოსთვის ღირებული ვართ, იმით რომ ჩვენი ბუნებიდან გამომდინარე უნდა ვიმართებოდეთ. ჩვენ ღირებული მთელი მსოფლიოსთვის ვართ, იმით რომ ჩვენ ბუნებრივი განვითარების გზაზე უნდა დავდგეთ. არაბუნებრივი იყო ამერიკა და ევროპის სახელი, არაბუნებრივი იყო ნატოს სახელი, არაბუნებრივია ამერიკის წინააღმდეგ და ნატოს წინააღმდეგ ბრძოლა საუბარი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ მე ვიყავი გია ჭანტურიას შემდგომ მეორე პიროვნება, რომელიც ჩავიდა პენტაგონში. და ვნახე, სასწაული ვნახე. მე მაშინ პირველი პიროვნება, ვინც მიწვეული იყო, ესე იგი გარკვეული, ესე იგი მაშინ იყო ელჩი ბატონი კენტი, ის იყო რაღაც არნახულად იმედიანად ჩემს მიმართ და კეთილი განწყობით და თუ რაიმე საკითხი დადგებოდა ამერიკაში რაღაცა იყო, მე სვამდნენ პირველ რიგში და მივდიოდი და ასე შემდგომ, ეხლა ეს ამ დეტალებს არ მინდა გავყვე და ესე იგი ეს დაუდასტურა მან თავისი იმით დაუდასტურა შემდგომ ბატონ სანდრო კავსაძეს, როდესაც შეხვდა ევროპაში და უთხრა რომ აი ჩვენი განწყობა ყველაზე მთავარი იყო თემურ შაშიაშვილის მიმართ და ნუ რაღაც ასაული რამეები უთხრა, დღეს ამაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მე წავედი 93 წლის ბოლოს ჩავედი და ვიყავი პენტაგონში. ძალიან 4 რამ, რომელიც არ იყო წინასწარ დაგეგმილი, მოხდა ევრაზიის ფონდის ხელმძღვანელთან შეხვედრა, პრაქტიკულად სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრა, პრესკონფერენცია ნაციონალურ პრესკლუბში და ჩასვლა პენტაგონის იმაში. ეს პროგრამა რო გამომიგზავნეს, თავიდან არ იყო. ანუ ისინი გაგვირდებიან, თუ თქვათ აკმაყოფილებ მათ იმას, ნუ მაშინ უფრო იზრდება პროგრამა და სასწაულად ისეთი პროგრამა თქვენ წარმოვიდგინეთ 93 წელს ქალაქის მერს ჰქონდა ასეთი პროგრამა იქ. მე როდესაც ბატონ შალიკაშვილს შევხვდი იქ და ჩავედით მის კაბინეტში, ვნახეთ აი ქვემოთ, სადაც სარდალი იყო მაშინ ნატოს ჯარების სარდალი გახდათ და როდესაც მივედი ის კაბინეტში, სადღაც 3-4 კილომეტრზე ჩავედით სიღრმეში და ვნახე სასწაული, რომ როგორ იმართებოდა ყველა ბაზა იქ იყო, სადაც უყურებდნენ და მე მითხრეს, რომ იქ ამერიკელებმა მითხრეს თვითონ და ესო გიკვირთო, მაგრამ რუსებს უკეთესი აქვთო, ანუ წარმოიდგინეთ და მეუნებოდნენ იმას, რომ ეშერაო და პირდაპირ მითხრეს მაშინ ეშერაში ისეთი ბაზა აქვს რუსებსო, თქვენ საქართველოსო ძალიან მძიმე მდგომარეობა გაქვთ. ჩემი და ესე გარკვეულწილად კონფლიქტი საჯაროთაც გამოვიდა შევარნაძესთან იყო ის, რომ თუ ჩვენ ვიცოდით ასეთი, მე არ ვიცოდი ასეთი ბაზა რო ქონდა რუსებს იქ და როდესაც ამერიკელებმა მითხრეს, რომ ამ ბაზის დათმობას რუსები გამორიცხულია, არ გააკეთებენ და ცოტა სხვანაირად ილაპარაკეთო და იგივე მითხრა შალიკაშვილმა მაშინ, თქვენ არ იცით ეშერა რა არისო. ეშერა არის აი ანუ საქართველოს ტერიტორიაზე ეს გერმანელებს გაუკეთებიათ. არ უნდა და არც სტალინს და არც ბერიას რო საქართველოში ყოფილიყო, მაგრამ ნობელის იმ პრემიის ლაურეატმა თქვა, მხოლოდ საქართველოში გავაკეთებ ამას. ნუ იმან ჭკვიანურად იმოქმედა და იცოდა რა საკეთებდა მაშინ. და ეშერის ესორედ ეს სამხედრო ბაზა, ანუ რაც არის იქ გაკეთებული, ეს არის უნიკალური რამ, რომელსაც აი ყველაფერი შეიძლება დათმოსო მაშინ, აი შალიკაშვილმა მითხრა, ყველაფერი შეიძლება დათმოს რუსეთმა, ეს მე მაშინ შევარნაძე ვეუბნებოდი, ეს ქართულ ხალხს ხო უნდა უთხრათ, გააგებინოთ და ცოტა სხვანაირი ურთიერთობები. ეს იყო სწორი, რომ გავგეკეთებია, მაგრამ კი შევარნაძე კი მეუბნებოდა ამას, მაგრამ საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა სხვებს და როდესაც მე შალიკაშვილმა მითხრა, რომ გამორიცხულია რას ლაპარაკობ თქვენ 10 წლის მერე 15 წლის მერე ნატოში და ამაში რაებს ამბობთ თქვენ ეს რატო ატყუებთ ხალხსო და ჩამოვედი აქ და ვეუბნები პრეზიდენტს ეხლა ამას რომ ასე მითხრა მეთქი შალიკაშვილმა რომ რატო ატყუებთ ამ ხალხს მოიწვია მან ხშირად მithქვამს ეს და კიდე ერთხელ მინდა რომ ყველამ ვიღაცას უთხრათ იქეთ ვინც ამას მოისმენთ და საერთოდ მინდა რომ ეს გადაცემა ბევრმა ვინმე ვნახოს მოიწვია მან ვახში ესა მაშინ ზურაბ ჟვანია ვახში წინვალე პიროვნება და ნუ მართლა ჩემთვის ეს ასაული პიროვნება და ეს ჟვანიას გვარის იმაზე ეს გამახსენდა ესე იგი ზურაბ ჟვანია მოიწვია მიხეილ სააკაშვილი და ერთი ნუ მაშინ მე ელჩი იყო მე მგონი ჩვენი იმაში სამნი იყვნენ ნუ არ მახსოვს მე მგონი ბურჯანაძე არ იყო ესე სამნი მოიწვია და ამათ ეუბნება რომ შეხედეთ ეს ჩამოვიდა ხა ამერიკაში იყო ნუ დაახლოებით 2 თვე ვიყავი თუ რაღაც მაშინ და მითხრა რომ აი ჩამოვიდა იქიდან და აი შეხედეთ რა ელაპარაკა შალიკაშვილმა
ზურაბჟანიას ხმა არ ამოუღია. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, სწორიაო, ჩვენც ვიცით მაგიო, მაგრამ თუ ხალხს ეს არ უთხარით, ხალხი მხარს არ დაგვიჭერს, არ აგვირჩევენ. ეს 95 წელშიც გაიმეორა. ანუ საქართველოში მოხდა პოლიტიზება, ყველა ჩემი გამოსვლა დოკუმენტი მერობის და გუბერნატორობის დროსაც იყო ამბობდი რომ ნატოა პოლიტიზებული ქვეყანაში, ევროკავშირია პოლიტიზებული ქვეყანაში, ამერიკასთან ურთიერთობაა პოლიტიზებული ქვეყანაში, ყველაფრის პოლიტიზება მოხდა. აი ამ პოლიტიზება მიგვიყვანა ჩვენ აქამდე. ერთხელ ხო უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიზებიდან. ამიტომ არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი საჭირო, რომელიც საქმეზე იქნება ორიენტირებული, საქმეს გააკეთებს. დღეს ჭირდება ხელისუფლება ქვეყანას, რომელიც გარედან არ იმართება, მაგრამ ეს ხელისუფლება ამავე დროს არ უნდა იყოს დაპირისპირებული, ესე იგი, გარეძალებთან, არავისთან. მე ვამბობ, არც რუსეთთან, არც ჩინეთთან, არც ინდოეთთან, არც არაბეთთან, არც ირანთან. არც თურქეთთან, არც სხვა მეზობლებთან, მით უფრო ევროპასთან, მით უფრო ამერიკასთან, ესაა დიპლომატია. თორე ხან რუსეთთან ხარ დაპირისპირებული და ხან ამერიკასთან, ეს არ არის დიპლომატია, ეს არის თავის გადარჩენა, იმიტომ რომ გეშინია დამოუკიდებლობა, შენ თვითონ შენი დამოუკიდებლობის გეშინია და ან ამერიკა უნდა გიჭერდეს მხარს, თუ რუსეთის წინააღმდეგ გამოდიხარ და თუ ამერიკის წინააღმდეგ გამოდიხარ, ჩინეთი, ირანი და რუსეთი უნდა გიჭერდეს მხარს. არ არის ეს სწორი პოლიტიკა. კი ბატონო, განსაჯეთ თქვენ. მე ამიტომ მიჭირს ბევრ ვინმესთან და ეხლა ვინმე რომ მოვიწვია აქ, უნდა იკამათო ამ იმაზე. მე თავაზობთ ამას თქვენ იმისთვის, რომ ვიფიქროთ ყველამ, რა არის სწორი. სწორი არის რომ ვიღაცას ვეგებოდეთ ფერქვეშ და მეორეს ვებძოდეთ. ჩვენი პოზიცია, რომელიც ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის იმაში ჩამოყალიბებულია და ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს, მოაზროვნე ადამიანი მართლაც აი ამ შეხვედრაზე, რომ ამ დოკუმენტში რომ წერია, რომ საქართველოში უნდა დასრულდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც დღეს ხო ასეთია 30 წელი ხო ასეთია, რომ სახელმწიფო რომელიც სადაც სხვა ქვეყნების ინტერესების დაპირისპირება მოხდა. 30-35 წელია საქართველო არის სხვა ქვეყნების დაპირისპირების სახელმწიფო. მეცნიერთა კონგრესი რას ამბობს? საქართველო უნდა გახდეს სხვა ქართულ ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედდების ადგილი. გამორიცხულია საქართველო არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ინტერესთა დაჯახების ადგილი. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ სხვა გზით მივდივართ. ამიტომ ვამბობთ ჩვენ ეს, ამიტომ როგორც გული მინდა ავიღო დაუდ ყველას უთხრა, რომ კარგი კი ბატონო თემურ შაშიაშვილი მოგწონს, არ მოგწონს, ამაზე ხო არ არის საუბარი. ჩვენ კარგად მოისმინეთ, ერთხელ ერთმა პიროვნებამ მითხრა 3-4 ჯერ მოისმინეო, რაღაც გადაცემა. მე არ გეუბნებით, რომ 3-4 ჯერ, მაგრამ გავიაზროთ კარგად ბატონებო, იმიტომ რომ დღეს საქართველოში პოლიტიკაში არ არის ადამიანი, დააკვირდით თქვენ, ვისაც სამეურნეო გამოცდილება აქვს. არ არის პოლიტიკაში ადამიანი, რომელიც იყო მერი, სოფლის გამგებელი, თუნდაც მერი, გამგებელი, რაიონის გუბერნატორი, არ არის ასეთი პიროვნება. ხელისუფლების პოლიტიკური პარტიის ლიდერებში ესეთი არ არის. საქართველოში არიან მე ვამბობდი და ვიმეორებ, რომ არასდროს ბოლშევიკების მერე არასდროს არ ყოფილა ასეთი პროფესიონალი პოლიტიკოსები, ანუ პრაქტიკულად არავით არის გამოცდილება არ გააჩნიათ, მხოლოდ და მხოლოდ დღეს მე მეცოდება ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც არ ყოფილა მერი, გუბერნატორი არ ყოფილა, არ უმუშავნია ქვედარგოლში, არ იცის, გამოდის და რაღაც ზღაპრებს ყვება აკეთა, მოძღვრავს თელ ქვეყანას და ამ იმას ეს ესე იგი ღამეები მაქვს ნათევი, კატორღა იყო, კატორღა. ის კი არა რომ ქუთაისი და იმერეთი ჩემს იყო ბედნიერება, მაგრამ გუბერნატორობა და მერობა იყო კატორღა. ეს იყო შეწირვა. ეს იყო რომ შენ საკუთარზე უნდა გეთქვა უარი. შენ უნდა სუფთა ხელებით, წესიერებით, ყოველგვარი მაგალითი უნდა მიგეცა ხალხისთვის და აბსოლუტურად არ უნდა გეფიქრა იმაზე რომ შენ კარგად იცხოვრო. ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უმძიმესი იყო. უმძიმესი და უძნელესი იყო ამის ისა. შენ გჭირდებოდა იმის ისა, რომ ტანკს დახვედროდი, ხან რუსეთის ტანკს, ხან ესე იგი ქართველები ერთმანეთს ზოებდოდით, მაგრამ ქუთაისმა ხედავთ რა შეძლო მაშინ, წარმოუდგენელი შეძლო. დღეს ამ ადამიანებს არავითარი ეს გამოცდილება არ აქვს. მე მახსოვს, როდესაც კარნეგის წიგნს ვკითხულობდით და მაშინ ძალიან ჟიული შარტავამ ჩემს მაგიდაზე რო ნახა, ეს ეკო იყო ჟურნალი.
და მითხრა და მაშინ იმ პერიოდისთვის ახალი გამოსული იყო და თვითონაც არ ქონდა ნანახი და მე ვთხარი მე ამას კარნეგისთვის ვიწერმეთქი და მე რამდენჯერმე ყოველთვის ამბობდა იმას რომ კარნეგი მეც იმის შემდგომ დავიწყე ამ ჟურნალისტის ისაუ და სასაული ისაუ და უბრალოდ იქ ვკითხულობდი ასეთ რამეს რომ თუ ადამიანი იყო ესე იგი რომელიმე წარმოების ბუღალტერი, მაგრამ პატარა სამეფოს ბუღალტერი, გახდა იმ ქარხნის ბუღალტერი, მერე გახდა გაერთიანების ბუღალტერი, მერე გახდა უფრო დიდი გაერთიანების დირექტორი, მერე გახდა სამინისტროს ბუღალტერი. იქ ეწერა იმას, რომ იმისგან მინისტრი ვერ დადგებაო. აი დააკვირდით თქვენ, მინისტრი ვერ დადგებაო. ეხლა ძალიან ბევრი მათ შორის ერთი ჩემთვის აი საყვარელი პიროვნება ძალიან ისეთი რაღაც განსაკუთრებული განწყობით რო ვარო მეუბნება იმას რომ შენ იმდენ რამეს ლაპარაკობო ხალხსო შტაბ-შტაბ-შტაბ-შტაბ-შტაბ-შტაბ-შტაბ ვარ ამერიკის ისა და რუსეთის წინა ღმერთმა დამიფაროს მე ვარ საქართველოსთვის ღმერთმა დამიფაროს მაგრამ ისაც რა აქვს კარგი ის მე ყველაფერი მინდა წამოვიღო ყველაფერი მინდა რომ იყოს ჩვენთან. აი ნახეთ, ამერიკაში არ შეიძლება, ახლა როგორ არ ვთქვა ეს, არ შეიძლება ამერიკაში რომ ადვოკატი გახდეს მოსამართლე. არ შეიძლება ამერიკაში რომ პროკურორი გახდეს მოსამართლე. საქართველოში სრულიად სხვა რამე. ანუ სხვა ფსიქოლოგია ადვოკატი, სხვა ფსიქოლოგია მოსამართლე. სხვა ფსიქოლოგია პროკურორი, სხვა ფსიქოლოგია. არ შეიძლება ძალიან ბევრ ქვეყანაში პროკურატურიდან პოლიციაში არ გადადიან და პირიქით. რატომ? იმიტომ რომ პროკურატურა სხვა ფსიქოლოგია, ის სხვა ფსიქოლოგია. ამიტომ აი ხელისუფლება ვინ არის? ხელისუფლება ის კი არ არის, ხელისუფალი ის კი არ არის, ვინც ყველაფერი იცის, როგორც ჩვენთან გონიათ. ხელისუფალი არის ის, რომელმაც ყველაფერზე ცოტ-ცოტა იცის, მაგრამ აქვს უნარი, რომ შეარჩიოს იმ დარგში ყველაზე ძლიერი. და აი ასე იმიტომ იყო რომ ვთქვათ მე ვამბობდი იმას რომ ჩემ თანაშემწეები თქვენ შეარჩიეთ და ვეუბნება განათლები მასწავლებლები შეიკრიბეთ დანიშნეთ ჩემი თანაშემწე თქვენ რომ თქვენი ინტერესები დაიცვას მე არ მჭირდება ინტერესების დაცვა ჩემი იმიტომ რომ მე არ მოსულ ვარ აქ იმის რომ ვიბატონო თქვენზე მე მოვედი იმიტომ რომ რეფორმა გავაკეთოთ მე მოვედი იმიტომ რომ სკოლა იყოს კარგი და ძლიერი ამიტომ თქვენ ჩემი ინტერესების დამცველი კი არ უნდა იყოს თქვენი ინტერესების დამცველი კულტურის მუშაკები კულტურის იმას რეწველები ну თავთავის დარგის და 7 თანაშემწე ყავდა მოადგილეები არ იყო 7-ვე თანაშემწე პროფესორი და დოქტორი იყო და 7-ვე იყო შერჩეული იმ დარგის წარმომადგენლების მიერ და იცავდნენ აი ამიტომაც იყო კატორღა როდესაც მე ჯერ კიდევ აი ვაკვირდები ამ იმას და ვეუბნები ძალიან ცუდი რომ ბევრი ესე იგი ოპონენტთა საბჭო მქონდა შექმნილი ოპონენტთა საბჭო და ხელს არ ვაწერდი განკარგულებას ისე თუ ოპონენტები გამოვაცხადებდი აი ეს არის განკარგულება ტელევიზიით მიდიოდა ყველაფერი აი ასეთ განკარგულება ვინც ხართ ოპონენტები მოდით და სასაული იყო მაშინ აი ესე იგი ერთ-ერთი მის საბჭო ხელმძღვანელი იყო ბატონი გურამ გაბუნია სასაული პიროვნება ძალიან ისეთი ღირსეული მოწესრიგებული კარგი ოჯახით პროფესორი დოქტორი და განცვიფრებული იყო ამბობდა იმას რომ სულად ახალი რამები აი სწორედ ეს იყო რომელიც გამოც ძალიან ბევრმა ვინმე ამერიკული ინსტიტუტი რომ შეიქმნა საქართველოში აი რუსთაველზე რომ არის მარგველაშვილი რომ იყო მარგველაშვილის რექტორობის დროს ძალიან ბევრმა სადიპლომო და ხარისხი დაიცვა ქუთაისის გამოცდილებაზე და ამას ვინაკეთებდა ბუდაპეშტის ყოფილი მერი როდესაც ჩვენ აჭარა წავიდა ჩვენი წინააღმდეგი რომ მივიღეთ ესე იგი ევროპის რეგიონთა ასამბლეაში ეს ბუდაპეშტის მერი აღმოჩნდა და თქვა თქვენ არ იცით ქუთაისი და იმერეთი რას ნიშნავსო და ის გამოცდილება მე გაოცებული დავრჩი მე არ ვიცნობდი იმ პიროვნებას მაშინ და ყველაფერი დღეს ჩემთვის გახდა ცნობილი როდესაც ერთ-ერთმა ბატონმა მაისაიამ მითხრა რომელსაც დამთავრებული აქვს ეს რომ ეს კაცი სულ იმას გვეუბნებოდა რომ წადით ეს გამოცდილება შეისწავლეთ ეს გამოცდილება ნახეთ ჩვენ არაფერი რატომ იყო ეს გამოცდილება ჩვენთან რამდენ ყველა ინსტიტუტი ყველა მეცნიერი ქუთაისში იყო ჩამოსული იაშა მესხიას ლადო პაპავას ორი ინსტიტუტი ერთი საფინანსო მიმართულების მეორე ეკონომიკური მიმართულების ქუთაისში იყვნენ ჩამოსული არ არის სხვა გამოსავალი ბატონებო მეცნიერების გარეშე ნუ ვინ ფიქრობს რომ რაიმე შესაძლებელი იქნება ამიტომ ხვეცნა მუდარა კი არა დაჩოქილი მუხლმოდრეკილი ვდგევარ ყველა სინაში და ვეუბნები რომ ვისაც უნდა ქვეყნის მომავალი ის მეცნიერებს უსმენს
და ვისაც უნდა ქვეყნის დაქცევა, მაგრამ საკუთარ ჯიბეზე და კუჭზე ფიქრობს, ის დაძდევს პოლიტიკოსებს კი არ ვზდიოთ, უსმინოთ მეცნიერებს, მეცნიერები ფიქრობენ მომავალზე და არა თავის ჯიბეზე. აი ამიტომა მეცნიერები ასე მძიმად რო ცხოვრობენ და პოლიტიკოსები როგორ კარგად და ყველას გონია რომ პოლიტიკოსი უნდა გახდეს. საქართველო უნდა იყოს ინტელექტის ქვეყანა და არის კიდევაც საქართველო ინტელექტის ქვეყანა. ჩვენ დღეს რომ ლაპარაკობთ, აი რა აპატიეს და აქამდე რა ნახეთ რისი შესწავლა არ მოხდა საქართველოში. აღარ საუბრობ იმაზე რომ 91-92 წლების სერიოზული შესწავლა არ მოხდა. აღარ საუბრობ იმაზე 2003 წელშიც რა მოხდა. ეს კარგად არ არის შესწავლილი და ვინ აფინანსებდა რა აფინანსებდა ამ რევოლუციას და რა იყო კმარა. დღეს 20% აი ქუჩაში რომ დგანა რუსთაველზე კმარას ტიპის ორგანიზაციებმა 80% ეს ის ხალხია რომელმაც არ უნდა მიიკენდოს აი ამ ხალხისგან უნდა გამოკერძებდეს თორე ისინი გასაგებია ისინი არიან დღეს იმათ იციან როგორ უნდა აკეთონ ეს ყველაფერი მე არ ვარ ის პიროვნება რომ არ დავინახო იქ პოზიტიური იმ ქუჩაში პოზიტიურია ეს რომ არაპოლიტიზებულია ქუჩა 80% იქ აი შინაგანი განწყობითაა რომ არ შეიძლება ჩვენ პირისპირდებოდეთ ევროპასთან არ შეიძლება ჩვენ პირისპირდებოდეთ ამერიკასთან მაგრამ ძალიან კარგად ხედავ იმას რომ აი 20% ეს არის სწორედ ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც გარედან ფინანსდებიან, აი რომლებიც კმარას გაგრძელება არიან დღეს. ჩვენ სწორედ აი როცა ვლაპარაკობთ ხალხის გაერთიანება მეცნიერულ პროგრამებში, აი ეს ძალიან წაადგება ამ ქვეყანას. ამიტომ ვამბობ 2003 წელს უნდა შევისწავლოთ რა იყო კმარა, ვინ აფინანსებდა კმარას. კმარას ხალხი იყო შემდგომ ჯერ ერთი კმარა იყო ხელისუფლებაში შესული და უფრო მეც გეტყვით რომ შევარდნაძე აიძულეს და კმარამ ბოკერიამ და იმათ დაუწერეს ბოლო ისინი და მე რო გავიგეს გამოდი რა შვებით ხალხო ვეუბნებოდი რომ თქვენ რატო აკეთებთ ამან პრეზიდენტის საპრეზიდენტო პროგრამა ამ ხალხმა დაუწერა და კი ნახეთ როგორ წავიდა მერე საქმე ანუ ვიმეორებ ჩვენ აი ამგეს რო დავანებოთ თავი რომ თქვა ბევრი რამ აი რატო მოხდა თქვა თუნდაც ტანკები რო წამოვიდა ორჯერ და ჩვენ იმერეთმა რომ გადაარჩინა და ქუთაისმა გადაარჩინა დასავლეთ საქართველოს ესე იგი დიდ ქართულ სიცხლის ღვრას ქვეყანა რომ გადაარჩინა რა იყო ეს ვინ იყვნენ ისინი რატომ მოდიოდნენ ვისგან ფინანსდებოდნენ ესენი ხო ყველაფერი ესენი არაფერი შესწავლილი არ არის გადავდოთ ეხლა ეს გვერდზე მაგრამ საფინანსო ეკონომიკური მიმართულების ნახეთ რაც დღეს ყველაზე მეტად კლავს ამ ქვეყანას აი ნახეთ რა არის ნულოვანი პრივატიზაცია. ვინ მოამზადა ეს კანონი? და ვინ შემოიტანა მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულმა გუნდმა, ხო? რა უქნა ნულოვანმა აუქციონმა, ნულოვანმა პრივატიზაციამ? გაანადგურა ეს საქართველო. სამუშაო ადგილები ჯართად აქცია. ვინმე შეისწავლა? არა. კარგით, მეორე. ვინმე შეისწავლა კუპონის შემოღება რომ მოხდა? კუპონის სესხებად რომ წაიღეს რატომ მოიკლა დვალიშვილმა თავი და ვინ ეწერა იმ სიაში დვალიშვილს პროკურატურა და არავინ რო არ აღაჩენს ამ სიას და ეს გაზეთები სადაც გამოქვეყნდა ეს გვარები მაშინ ყველგან 80% დღევანდელი პოლიტიკოსების ამ იმაშია სიაშია ვინმე სწავლობს ამას ვინმეს უნდა რომ ეს შესწავლა მოხდეს არა მე მეუბნებიან რომ შენ ვინ მიგიშვებს ხელისუფლებასთან შენ ისეთი რამეების შესწავლას ამბობ რომ ხელისუფლებაში ვინც იყვნენ და ვინც არიან დღეს 80%-ს ეხებაო მე არ ვატყუებ ხალხს მე ვამბობ რომ სწორედ ჩვენი განწყობის ადამიანები თუ მივიდნენ ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება ეს მე სულიად ახალი დეტალები გავიგე ესე იგი ოქროსაცმისთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაკავშირებული ვეხმეწებოდი მიხეილ სააკაშვილის შეისწავლეთ არ შეისწავლეს ვეხმეწები ბიძინევანიშვილსაც მიწერეთ შეისწავლეთ არ სწავლობენ ეხლა ხო ხვდები რატო არ სწავლობენ ამას ყველაფერს ეს იყო პირველი აი რომელიც მასონების მიერ შექმნილი ყველაზე ეროვნულ ქალაქში ყველაზე ეროვნულ ცენტრში დასავლეთ საქართველოში იმერეთში ქუთაისში რომ მთელი საქართველო მოეცვათ და მე აერიათ ქვეყანა ისეთი რამე შემოიღეს ვინმე სწავლობს ამას რა მოხდა ამ იმაზე გაუძლო ქუთაისმა სასწაულს მე რასაც გაუძელი ეს მართლა კატორღა იყო რომ ყველა იმათ ვინც ერთ პიროვნება შემხვდა ამისინ და მითხრა რომ არ მინდა გვარი გითხრათ ვიზის მელაპარაკე ეს მომოვალია ესე იგი მითხრა რომ ის პიროვნება შენს მიმართ იმიტოა განწყობილია შენ რომ გამოდი და თქვა რა გახდა ეს ოქროსაცმისი და რაღაცა და ასე შემდგომ კარგით ნუ ეს ყველაფერი არაფერი შესწავლილი არ არის უნდა შევისწავლოთ ვერ წავა ქვეყანა წინ თუ ეს არ მოხდა ამის შესწავლა
ვერ წავა ქვეყანა წინ და მოხდა ის რომ ქურდები ბატონობდნენ და ქურთები ბატონობენ პოლიტიკოსი რომელსაც ქურთთან აქვს საქმე ან ქონდა ოდესმე საქმე ეს პოლიტიკოსი აღარ არის ქურდი არ არის საშიშია პოლიტიკოსი ქურთთან შეერთებული და ის ქურდი აღარ არის კაცი არაფერი აღარ არის ის ნამდვილი ქურდი შეიძლება დააფასო მაგრამ როგორ შეიძლება ქურდი ხელისუფლებასთან იყოს დაკავშირებული როგორ შეიძლება ქურდების 99% კი არა 100% შემძვრალი იყო ცუდ ბოდიშვილთი ამ გამოთქმისთვის შემძვრალი იყო ხელისუფლებაში არის დღესაც ისინი მართავენ ამ დაპირისპირებად კარგად იყენებენ ორივე მხარესთან კარგად არიან მე ხმამაღლა ვამბობ ალბათ სხვაც არის მაგრამ ერთადერთი პიროვნება ვისთანაც ვერ მოძებნე საერთო ენა ვარ მე და ვარ ამით ბედნიერი ვარ ამით რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ქურდი რომელსაც შეუძლია თქვას რომ თემურ შაშიაშვილთან რამე საქმე ჩააწყო და რაღაც ამდაგვარი რამე გააკეთა ესე იგი შეისწავლობს ამას ვინმე არა კარგით ჩვენ მე ჩამოთვალე ისინი რომ სასხების გაცემა შემდგომი პრივატიზაცია ნულოვანი ან ქურდების მოქმედების სისტემა ეს ისინი რა ქვია რევოლუციები როგორ ხდებოდა და ასე შემდგომ ელიავას ყლელობა რატო არ არის შესავლელი რა მოხდა ესე იგი რატომ არ იღებენ კანონს თუნდაც რომ ვნახოთ აგენტები ვინ არიან ამ ქვეყანაში რამდენი ხანი 25 წელია დოკუმენტი რომელიც დავწერეთ ვამბობთ იმას რომ აგენტების დადგენა უნდა მოხდეს ქვეყანაში აგენტები ვინ იყვნენ ქვეყანაში უნდა მოხდეს ამის დადგენა ამის ძნელი არ არის ჩვენ ვამბობთ რომ ვინ ფინანსდებოდა ბიძინე ამანიშვილისგან სოროსისგან საერთოდ სოროსიზმი საქართველოში არის შესასწავლი ვინ იყვნენ ადამიანები რომლებიც სოროსთან იყვნენ დაკავშირებული და დღეს ისინი არიან ხელისუფლებაში ისინი არიან ირგვლივ ისინი ბატონობენ ამ იმაში აი ნახეთ რატომ არის სისტემური ცვლილებები საჭირო აი რატომ არის საჭირო ის რაზეც ჩვენ ვამბობთ რომ ესე იგი ქვეყანაში უნდა მოვიდეს ეროვნული განწყობის ხელისუფლება და უნდა თქვას მან რომ ჩვენ მოვდივართ ეს უნდა იყოს ეროვნული თანხმობის მან უნდა თქვას რომ ჩვენ პარტია არა ვართ და მომდევნო არჩევნებში პარტიები მიიღებენ მონაწილეობას ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ დავანახებთ ქვეყანას ვინ რა გააკეთა ამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ვინ როგორ ძარცვეს ქვეყანა დავანახებთ ამას ყველაფერს ჩვენ პროფესიონალები დავდებთ ამას ყველაფერს უნდა გასამართლდეს ყველა პარტია რომელიც აქამდე იყო არა მარტო ნაციონალური მოძრაობა მოკავშირი აღორძინება დღევანდელი პარტია ყველა უნდა გასამართლდეს ვინც ხელისუფლების სათავეში იყო აი ეს არის პროგრამა უკვე განწმენდის ეს არის პროგრამა რომლის შემდგომაც შესაძლებელი იქნება საქართველოს შეასრულოს თავისი სულიერი მისია ამიტომ შეიქმნა მეცნიერთა კონგრესი როდესაც მე ეს მიზნები გავაცანი მეცნიერებს და ვიყავი მეცნიერებათა აკადემიაში ყველამ ტაში დაუკრა და თქვეს მაშინ რომ გადასარევია მაგრამ ჩვენგან ძალიან ძნელი იქნება ჩვენ მაინც სახელმწიფოსთან ვართ კავშირშიო და რაღაც ამ დიდი მადლობა მათ კარგად მითხრეს და ნულანძღავთ ამ მეცნიერების მიმართ ნუხართ იმათ ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგეს მაშინ და სწორედ მათი რჩევა იყო მაშინ ეს წლების წინ იყო რომელმაც თქვეს რომ რაღაც შექმნით ისეთი რამ რომ აი მეცნიერთა ერთობა რომ მეცნიერული პროგრამები ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ დღეს საქართველოს როგორც არასდროს მზად არის რომ მეცნიერული პროგრამებით იმართოს ქვეყანა. დღეს საქართველოს როგორც არასდროს მზად არის რომ დიდი ნახტომი გააკეთოს. დღეს საქართველოს შეუძლია გაკეთება ირმის ნახტომის, კუს ნაბიჯებით უიარა, ხარის ნაბიჯებით იარა, მაგრამ დღეს ირმის ნახტომის გაკეთება შეუძლია. ქვეყანას დღეს ისია, აი მეცნიერების მიერ ისიას პროგრამები ჩამოყალიბებული. საქართველოს დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა მსოფლიოში. ძალიან ძნელია მეორე ქვეყანა ასეთი ფართობით ტერიტორიით და ასეთი სიმდიდრით. ეს სიმდიდრი არის მიწაც, წყალიც, ქაერის თითბო. ეს სიმდიდრია ბუნებრივი რესურსები. ეს სიმდიდრია ხალხი.
ამერიკაში 30%-მა წერა კითხვა არ იცის. ეს იმდიდრია ინტელექტუალური ძალა ქვეყნის და ეს იმდიდრია ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა. ანუ ის რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა. უფლისგან რაც გვაქვს ჩვენ. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ გვაქვს გეოგრაფიული მდებარეობა, რომლითაც სულიერი მისიაა შესასრულებელი. დავით აღმაშენებელმა შეძლო, რომ გეოგრაფია ექცია პოლიტიკად. დღეს საქართველოს მომავალი არის დაკავშირებული იმასთან, რომ გეოგრაფია ვაქციოთ პოლიტიკად. სწორედ პრაქტიკულად 10 საუკუნის შემდგომ. ამისთვის ბზად არის საქართველო. ხალხიც, ქვეყანაც, მეცნიერებაც, განწყობაც, ვინ უშლის ამას ხელს? ამას ხელს უშლიან პოლიტიკოსები. ვინ უშლის ამას ხელს? ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებები. ვისგან უნდა დავიხსნათ საქართველო? საქართველო უნდა დავიხსნათ. მოკავშირე აღარ არსებობს, აღორძინება აღარ არსებობს. ნაცმოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა არის გაგრძელება, აღორძინება მოკავშირის, გარკვეული შევსებებით. საქართველო უნდა განთავისუფლდეს და თუ ამ ხელმძღვანელები ვინც არიან, ამათ ქვეყანა უყვართ, თვითონ უნდა თქვან უარი ამ პოლიტიკურ პარტიებზე და თვითონ უნდა გადადგან ნაბიჯი, რომ ქვეყანაში შეიქმნას ეროვნული თანხმობის პარლამენტი. აი რატომ არის გელათის შეკრება ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი ვიქნებით გელათ შეკრებაზე, ან ძალიან ცოტა. ბევრი ვიქნებით თუ გაბედავენ აი ესეთ შეკრებაზე მოსვლას. ცოტანი თუ ვერ გაბედავენ ასეთ შეხვედრაზე მოსვლას. იმ დოკუმენტში, რომელიც ჩვენ მივიღეთ წერია, რომ ვინ უნდა შეიკრიბოს იქ, ბევრჯერ წავიკითხე და კიდე მომავალში წავიკითხავთ. ჩვენ დღეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა მეცნიერთა კონგრესის დროში მე ვთხოვე ტელევიზიას, რომ კიდევ ერთხელ რომ წაკითხული და ძალიან ხშირად არის დოკუმენტები, რომელიც უნდა გამოვიტანოთ, ვიდრე ჩვენ ვართ ამ ესე იგი ვემზადებით ამ მდგომარეობისთვის. აი უნდა ეს დოკუმენტები გამოვიტანოთ. ესე იგი ჩვენ აი როგორ არის მიმართვა, რომელიც გაკეთდა მეცნიერების მიმართვა თანამემამულეებისადმი, რომ თანამემამულებნო ჩვენი ქვეყნის ისტორია ადასტურებს, რომ ქვეყანაში კრიზისია, როცა ქვეყნის შიგნით არის დაპირისპირება და კრიზისია მით უფრო ღრმა, რაც უფრო ღრმაა დაპირისპირება. ისტორია დასტურია იმისა, რომ კრიზისიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდით, როცა ან დაპირისპირებულ მხარეები ახერხებდნენ ერთმანეთთან საუბარს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ან გამოჩნდებოდა ინტელექტუალური სახელმწიფოებრივი აზროვნების ძალა, ან ერთობა, რომელიც ახერხებდა ხალხის შეერთებას მომავალი საქართველოს ინტერესებით. ამ გზით დაპირისპირების დასრულებამ კრიზისი არაერთ გზის აქცია შესაძლებლობად. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს დაპირისპირებული მხარეები შეერთებულიყვნენ. ეს უკვე გამოირიცხა, ამათ შეერთება წარმოუდგენელია. ეს არის შეუერთებლების შეერთება წარმოუდგენელია. მაშინ რა დარჩა? დარჩა მეორე, რომ ხალხში გასვლა მეცნიერების რაც მეტი ვიქნებით, აიმიტომ გელათმა ეს უნდა თქვას და ხალხის შეერთება მეცნიერულ პროგრამებში. ჩვენ ვართ რეალობაში, როცა გონებისათვის მიუწვდომელ მასშტაბებს აღწევს დაპირისპირება. გაგრძელების ორი შესაძლო ვარიანტია. პირველი, დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია, ან მეორე, ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად, როგორც ეს ერის მამამ ილია ჭავჭავაძემ სწორედ გელათს შებრძანა. პირველი მტრების ინტერესებშია, ანუ დაპირისპირების გაგრძელება მტრების ინტერესებშია. დავტოვებ დაპირისპირებულ მხარეებს პარლამენტში, გაგრძელდება დაპირისპირება. რომელიმე დაპირისპირებულ მხარეს გავიყვანთ ხელისუფლების სათავეში, გაგრძელდება დაპირისპირება. რევანშიზმით იქნება ქვეყანა სავსე, ქვეყანა საქმისთვის ვერ მიიცლის. ამიტომ ეს ასხამს წყალს მტრების ინტერესებშია, როგორც იტყვიან, მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, ესე იგი, რადგან ძალიან ბევრი ვინმე დაინტერესებულია, რომ ჩვენი ტერიტორია აითვისოს და ჩვენ პრაქტიკულად დაგვიბრუნოს. მეორე არის ხალხის და ქვეყნის ინტერესებში, ანუ ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბრალავად და დაუმონებლად. სწორედ ეს არის გზა კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად. სწორედ მეორე მხარეს ემსახურება მეცნიერთა დიდი ჯგუფის მიერ შექმნილი ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი და კონცეფცია ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნის თაობაზე. გადაწყვეტილი გვაქვს, ხშირად ვატარებთ ყველა უნივერსიტეტს, ყველა პარტია და ყველა მიიღებს, აი ნახეთ, როგორ წერია აქ, რომ ჩვენ სერიოზულ დათათბირებაზე ვიწვევთ ყველას. ვიწვევთ იმათ,
ვისაც მიაჩნია რომ დაპირისპირება დამანგრეველია ვინც თulis რომ ჩვენ მჭირდება ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ვისაც მიაჩნია რომ კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად ვინც არ მოვა ესე იგი ეს ნიშნავს რომ ამას არ იზიარებს ვინც ამ ჩამონათვალს არ იზიარებს ეს ნიშნავს რომ საქართველოს ებრძვის ჩვენ წყალგამყოფი აქაც მოხდება ამიტომ ვიქნებით ბევრნი ეს ნიშნავს რომ გაბედა ბევრმა რიგითმაც მოაზროვნე ადამიანმა პოლიტიკოსმა ხელისუფლების წარმომადგენელმა მოწვეულია პრემიერ-მინისტრიც პარლამენტის თავმჯდომარეც ყველა სად უნდა იყო უკეთეს ადგილზე თუ არა გელათში დავითობას 8 თებერვალს სად არის ბიბლიური ადგილია ამაზე დიდი მადლია იმ დღეს გელათში ყოფნა და ყველას ვეუბნებით რომ მივიღოთ ეს მადლი და რომ მადლმოსილი გახდეს ჩვენი ქვეყანა აი ეს არის ჩვენი პოზიცია მაგრად ვიყოთ ძლიერად ვიყოთ გავიმარჯვებთ ჩვენ თუ სწორად ვიაზროვნებთ